მოკლედ ალბათ წარმოდგენა რასაც ვაპირებთ საერთოდ, რასაც ვაკეთებთ ბოლო 3 წელია. ცნობიერების ტრანსმუტაციის სკოლა, ასე ვთქვათ. ამ სკოლის გარდა ჩვენ კლუბიც გვაქვს ცნობიერების ტრანსმუტაციის, მაგრამ ეს ორი სხვადასხვა თემაა. რატო დავარქვით ცნობიერების ტრანსმუტაციის სკოლა? ჩემი აკვიატება არ არის. რეალურად ტრანსმუტაცია, რასაც ნიშნავს სიტყვა ეს რო იქნეს გააზრებული, მიხვდებით რატომაც დავარქვით. ტრანსმუტაცია ეს არის იგივე, რაც ქართულ ენაზე არის სიტყვით გარდაცვალება, ანუ გადასვლა, უფრო მაღალ საფეხურს. ამიტომ დავარქვით ტრანსმუტაციის, ანუ სრული ცვლილება აზროვნების და ცნობიერების. რეალურად თუ თქვენ სერიოზულად გაინტერესებს ისეთი რთული თემები, როგორიც არის თეოლოგია და ასე შემდეგ, კულტურის თემები, ასე ვთქვათ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ პირველად ამის სწავლება აქ დაიწყო. ზოგადად. თან პრაქტიკულ დონეზე და არა თეორიულ დონეზე. თეორიაც რა თქმა უნდა და აქ ხო გითხარით ორი სექცია აქვს, ერთი სკოლა და მეორე კლუბი, რომელიც კვირაში ერთხელ იმართება. კლუბში ვარჩევთ უძველეს ჰერმესისტურ გნოსტიკურ და ასე შემდეგ ნაშრომებს. იმიტომ რომ კლუბს სხვა დანიშნულება აქვს აბსოლუტურად უფრო ღრმა ფაზებში წასვლისთვის. აქ არის რამდენიმე პროგრამა. ერთი პროგრამა არის პირველი პროგრამა, ყველაზე მარტივი, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ საინტერესო. იმისათვის რომ ჩვენში რაღაცა მოხდეს სერიოზული და შეიცვალო, ამისათვის პირველ რიგში რაც არის საჭირო, ეს არის საკუთარ თავს უნდა გააცნო. შეიცან თავის შენი ეს ფრაზა სხვათა შორის სოკრატემ არ მოიფიქრა, რომ იცოდეთ. სოკრატესზე ბევრად ადრე თქვეს იგივე ჰერმესისტებმა და იგივე გნოსტიკოსებმა თავიანთ ტექსტებში აქვთ. შემდეგ სოკრატემ გაიმეორა, ბერძნული ფილოსოფიას პრაქტიკულად გნოსტიციზმზე დგას, ხო? მთლიანად, ისე როგორც ქრისტიანობა. ალბათ ისაც იცით რას ნიშნავს გნოსტიციზმი, გნოზის ნიშნავს შინაგან შემეცნებას. ამიტომ პირველი თემა ეს იქნება, პირველთვის თემა ეს იქნება მთლიანად ნუმეროლოგია, ვცდილობ რომ მთლიანად ჩავს არ ნაშირო თქვენ უბრალოდ შეძლოთ ელემენტარულად ვიხართ თქვენ გაარკვიოთ და ასევე სხვა ვინ არის ისაც გაარკვიოთ. ეს არის ფსიქომატრიცის თემა. ამის გარდა ჩვენ აქ გვექნება უკვე შემდეგ პერიოდებში ძალიან საინტერესო თემები. ერთ-ერთი ესეთი არის ოკულტური მედიცინა. გამიგიათ ალბათ ამის შესახებ. ძალიან მაღალი დონის თემაა და ძალიან სერიოზული თემაა, ეს პრაქტიკულად ალქიმია სხეულის და ჩვენი პრაქტიკებს ვსწავლობთ თეოლოგიასთან ერთად. იმიტომ რომ თეოლოგიური მეთოდები ასევე გვექნება კურსი ერთვიანი, ესეც ძალიან მოკლე კურსი გამოდის, მაგრამ ხალხი ახერხებს თვითონ შეადგინოს ფორმულები, ეს არის რუნოლოგია, ანუ როგორ უნდა შეადგინო ფორმულები რუნებში, ძირითადად ორი მიმართულება, ერთი ყოველდღიური და გამოიყენო პრაქტიკულად და მეორე მხარე ეს არის მედიცინის მხარე, იქაც რომელიც ფიქრობ რომ ასევე ძალიან საინტერესოა, თუმცა ნაკლებად ცნობილი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ზაფორმულის გამოყენება იოლია. თავარია შენ თვითონ შენი სურვილის მიხედვით ზუსტად დასვა რა გინდა და შედეგსაც ხედულობ. რა თქმა უნდა, კანონზომიერებების ახსნაც იქნება, იმიტომ რომ როდესაც ციფრებზე ვლაპარაკობთ პირველ პერიოდში, ჩვენ ხსნით არა მარტო ადამიანის ტიპაშს, არამედ სამყარო როგორაა მოწყობილი ამ ციფრების კანონების მიხედვით და რა კანონები მუშაობს სამყაროში. მთლიანად. როცა იცი შენ ეს კანონები და ეს გააზრებული და შენ რასაც აკეთებ გამოდის. და გამოდის ძალიან კარგად. ფანტასტიკურად. ამის გარდა გვექნება კურსი ციფრული ასტროლოგიის შესახებ.
ალბათ ყველა თქვენგანს აქვს საკითხული ოსტატი და მარგარიტა ქართულად. ხო ესე ითქმება, მასტერი მარგარიტა. ოსტატი და მარგარიტა, ხო გაქვთ საკითხული? არა, ფილმი არ გაქვთ ნანახი. ძალიან ბევრი დაგიკარგავთ და ძალიან წინ გაქვთ დიდი სიამოვნება. თუ მოინდომებთ ამის საკითხვას. იმიტომ რომ ოსტატი და მარგარიტა ეს ძალიან მაღალი კლასია. თუ მას სწორედ გაიგებთ. სხვადასხვა ესაც გავარჩიოთ კიდე ერთხელ იმაში გურში. იქ ვლანდი ეუბნება ბერლინს. ბახშის გამზე და ეუბნება. ამ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. თქვენ თავში აგური არ დაგეცემათ. თქვენ სხვა სიკვდილით მოგვდებით. და ბერლინს იკითხება. კი ბატონო, მაგრამ რომელი სიკვდილით? შეიძლება მითხრათ, რა თქმა უნდა შემიძლია მითხრათ, სიამოვნებით და ითვლის. და ეუბნება როგორ ხდება. და ისე მოხდება უცოტა ხანში. ანუ მე რას ვამბობ? შესაძლებელია რომ ყოველგვარი ზედმეტი ჩალიქის გარეშე უბრალოდ ადამიანს ეპირად გაითვალოს და იცოდეს ხვალ რა მოხდება, ესე რა მოხდება, 1 წლის შემდეგ რა მოხდება და ასე შემდეგ. ეს არის ციფრული ასტროლოგია. მაგრამ საფუძველში ამას ყველაფერს ციფრები უსის, ხო? ციფრულ ასტროლოგიას ეგერ ქალბატონ კეთისთან ერთად წავიკითხავთ. მეთოდიკას მე წავიკითხავ და მე დეტალებს პლანეტარული აკრიტიკით. ეს კურსი პირველად იკითხება საერთოდ არა საქართველოში, მსოფლიოში. იმიტომ რომ ციფრული ასტროლოგია არსად არ იკითხება დეტალებს. ამის გარდა გვექნება კურსი ოკულტური ტაროსი. რა განსხვავება ამას და იმას? ეს არის ფილოსოფია რეალურად. ეს არის როგორ არის მოთხოვილი სამყარო იმის შესახებ, ეს საერთოდ არ არის კავშირში სამკითხაო ტაროსთან. ამის შემდეგ სამკითხაო ტარო ეს არის საბავშვო ბაღი. ესეთი დონე. მეტი არაფერი. თავის ყველა საფუძვლით და მისი პრაქტიკული გამოყენებითაც თქვენ წარმოიდგინეთ. ანუ ამ კანონების მიხედვით თქვენ შეგიძლიათ ზუსტი პროგნოზირება გააკეთოთ ნებისმიერი დღის, ნებისმიერი თვის, ნებისმიერი წლის და ასე შემდეგ. როგორც დედამიწაზე, ისე საკუთარი. კიდე რას ვიტყულობთ? არა ის მედიცინაში იქნება. მედიცინაში იქნება როგორც თეორიული ასპექტები, თეორიას წავიკითხავთ, რა თქმა უნდა, თეორიული ასპექტები, ანუ როგორ შეიძლება ელემენტარული სიტყვით ან სიმბოლოთი შეგიძლია ადამიანის გამოყვანა ნებისმიერი მდგომარეობით. იმიტომ რომ ზოგადად არ არსებობს ძიმე მდგომარეობა, არსებობს უწოდინდრობა, გაურკვევლობა. მეტი არაფერი. და ეგ იქნება იმ მედიცინაშიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით ვიძახი. ყველაფერი იქ შედის მედიცინაში. არა, მანდალების შედგენა ის ცალკე ფოკუსი. ხო. ჰემატრია ნოტარი კონი და მანდალები. ეს თეორია. ის ცალკე თეორია, ის როცა ცხოვრებისეულ ასპექტებში გინდა რაღაც სიტუაციის რეგულაცია და მართვა. ზოგადად მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, ალბათ ვინმეს აქვს ფსიქოლოგიური ძალა დამთავრებული. არის ესეთი ვინმე? ნუ ბევრი მოდის ხოლმე ეგეთი. ფსიქოლოგები და მექიმები. ეს აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებაა. ის არ არის საკმარისი, რასაც ფსიქოლოგიაში ასწავლია. მით უმეტეს, როცა იმსაც ასწავლია, რომელიც თვითონ იყო გატაცებული ოკულტიზმით, თუმცა ბევრი რამე სწორედ არ ქონდა გაკეთებული. ამიტომ ეს ხაბრებს არ ყოფი. მე ვთვლი, ისაც არ ხორციელდება, ის უბრალოდ ლამაზი თეორიაა, მეტი არაფერი. ის არ, ესე იგი ის სწორია, ან არის სწორი, ან არა. ეს კაცმა არ იცის. უბრალოდ საინტერესო თეორიაა და მეტი არაფერი, მაგრამ ის ასაც ჩვენ ვასწავლით და რასაც ჩვენ ხსნით, ეს არის ჩვენ ისწავლო მართვა როგორც საკუთარი თავის, ისე გარემოში შენი მდგომარეობის, ხო? აი ამას ჩვენ ვაკეთებთ. აი შემიძლია გითხრათ, საკმაოდ საინტერესო და ნიუანსური პოზიცია.
აი მაგალითად შეგიძლია განსაზღვროთ წელს როგორი წელი გაქვს. ეს კულტურის ტაროს კანონებით, ასევე შეგიძლია იგივე განსაზღვროთ ციფრული ასტროლოგიის კანონებით. საქმე იმაშია, რომ პრაქტიკულად შემომწდარია მონაცემები. და მე როგორ გამოიყენოთ ეს წესი? იქ რა თქმა უნდა ვასწავლეთ ბედისწერისა და ნების ხაზები, როგორ ლაგდება და როგორ შეგიძლია მართო შენი ის. იმიტომ რომ მე ის ტიპი არ ვარ, რომელიც ჯერა რომ ადამიანს არ შეუძლია რაიმე სიტუაციის მართვა. ნებისმიერ სიტუაციის მართვა შეუძლია, რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხდეს. ყველაზე მძიმე და რთულ სიტუაციებშიც კი მათ შორის. აქედან გამომდინარე, უნდა ფლობდეთ საკუთარ თავს. იმისათვის რომ ფლობდეთ საკუთარ თავს, პირველი ნაბიჯი რაც არის, ჩვენ უნდა გაიგო ვინ ხარ შენ. ჩვენ ყველანი ყველაზე კარგები ვართ. ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე ძლიერები და ასე შემდეგ და ასე არ არის ეს სიამოვნებაში. სიამოვნებაში სხვანაირად არის. უნდა გაიგო პირველ რიგში ვინ ხარ შენ და სად არის შენი მინუსები, რომ შემდეგ ის მინუსები გამოასწორო. ჩვენ ყველას გვაქვს მინუსები. აქედან გამომდინარე თქვენც უნდა შეგეძლოთ მართვა თქვენი სიტუაციის და თუ ამას მოისურვებთ, თქვენ წარმოიდგინეთ ფანტასტიკურად მართავთ. იმიტომ რომ ადამიანს ერთადერთი რაც აშინებს, ეს არის გაურკვევლობა. და სიკვდილის შიში. მეტი არაფერი. რასაც ვერ იგებს, ეს არის გაურკვევლობა. ადამიანი ჩავარდა დეპრესიაში, არ არსებობს დეპრესიის ხაბარი. ეს არის გაურკვევლობა. აი მას წამლების მიყრაკი არ უნდა, იმას გარკვევა უნდა და გააზრება სიტუაციების და ყველაფერი ლაგდება, თავისთავად ლაგდება. და თან ძალიან კარგად ლაგდება. აი ამისთვის გაკეთდა რეალურად ეს სკოლა. ისე რომ დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტი როგორ მოისურვებთ და ვერ გაიგებთ რომ გითხრათ, ესეთი არ არსებობს. ისე ცოტა შემოსპოთებელი იყო დავიდა თქო რომ აბოძი დროის ძალიან მარტივია, მაგრამ ზოგადად თემებია, მაგრამ როდესაც ჩახვევი და გახვევი და მით უმეტეს თქვენი ახსნა განმარტება. ერთი მაგალითიც რო გავაკეთოთ, რაღაც კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ძალიან მოდი გავაკეთოთ სიტუაცია. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მაგალითი გავაკეთოთ ერთ, მეორე, მესამე თემაზე, არ არის ეს პრობლემა. ონლაინებიც არიან და იქაც საინტერესოდ ონლაინ გაცილებით ბევრი. Yes. შეიძლება მარტივი ვარიანტი, იმიტომ რომ დიდ ვარიანტს როცა ვაკეთებ, მთელი საათი მჭირდება იმისათვის, რომ დეტალურად დავსწავლო. კი, რომელსაც კიდეთ. ფსიქომეტრისაც შეიძლება, იმის მიხედვით ტაროს მომენტით შეიძლება ყველაფერი აქვს. ვიხარ. დაბადების თარიღი ხო? რა თქმა უნდა. 26/09/1994, 18/30. არა, მეტი არაფერი მე მიმოვიძახეს ეგრე ჯიბიტები თუ არა, საერთოდ არ ჭირდება დაფა. არაფერი დაინახავთ. ოკეი. ხო. 8/14 23 ის არა 14-27 და 27 14 და 23 და საერთოდ ჩაბარებული რას საუბრობთ? დავამთავრე. რა დაამთავრე? მარკეტინგი. ცოტა ხარ. დავამთავრე. გეტყვი ახლა. ნიჩქარი. საერთოდ მარკეტინგი პროფესია დაუნაჩნია, აგეცნი. არა, როგორ ეგებელო? შვიდი. მაგრამ მათემატიკა არა. თქვენ არ ახართ მეცნიერი და მათემატიკოსი თქვენი გონებით, მაგრამ შემოქმედებითი პოტენციალი გაქვთ საკმაოდ დიდი. ხელები გაქვთ ფანტასტიკური.
ბევრი რამის გაკეთება შეგეძლო. ხედვა ფორმების. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თავისუფლად შეგეძლოთ ისეთ პროფესიებში, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი და ასე შემდეგ. ამის გარდა გაქვთ ტექნიკური გონება, არა მათემატიკური. ტექნიკურ გონებასა და მათემატიკურ გონებას შორის განსხვავება რა არის? მათემატიკური გონება სინამდვილეში ჭირდება მეცნიერს. და იშვიათ მეცნიერს აქვს საუბედუროდ. და ის იშვიათი მართლა მეცნიერი. როგორც იყო ტესლა იმას ქონდა და ასე ტიპებს რა. Rezervors და სერიოზულ დონეზე მეცნიერებს. მაშინ ორი დიაგონალი უნდა იყოს სავსე ოჯახი არ გაქვს. დამბრაული. ხო, რომ წყნოდათ მაინც არ იქნება. დიაგონალი რა გაქვს, სიმსრულებელი ხარ, კარგი, მაგრამ არა გადასახადი. ხშირად გეპარება ჩვენ საკუთარ თავში. რის გამოც უნდა ცოტა იმასაკნა, აკონტროლო ხო. გიყვარს ჩაყმავები რაღაცებში, ინტროფსიქიკაში, გადავიდან თან ასტროლოგიას. ის სატურნი და მზე არის ჩემი ძირითადი მფარველი პლანეტები. ესენიდან, ანუ სატურნი განსასვლელში ჩემს მეს აზროვნების პრინციპს და მთავარი პლანეტა არის მზე ამავე დროს. მეხსიერებას გაგიგებ. მეხსიერება ფანტასტიკურია. სამი რადარები. ანუ ხარ რუსული და ინგლისური არა. რუსული ცოდნია ბატონო. რამდენი შემოგარგო? აქ იშვიათი. ხო. ინგლისური საყოველთაო ენა, საყოველთაო კარგი ენა. მე საერთოდ უფრო მეტ პატივს ვცემ როგორც ენას გერმანულს, მაგრამ რთულია. არ არის რთული. მეც ესე მეგონა, მაგრამ არა ძალიან ადვილია. აი მე თავიდან იურიდის შთული გვაგონა, მაგრამ რო აგვესწრაფდა და სწავლას ვაპირებ. იურიდი ძალიან ადვილია. ძალიან ადვილია, როგორც ლათინური, საერთოდ ლათინური ენები ყველა ადვილია. აბსოლუტურად გერმანული ენაა. თქვენ არ გიგონტროლეთ მასშტაბი. რამდენი წელია საუბარი? უბრალოდ ინგლისური არის ქაოსური გერმანული. გერმანული დაწყობილი ენაა. იქ სიმბოლო გადაადგილება გაუგებარი ხდება და ინგლისურში შეიძლება გადაადგილება. რამდენად მათემატიკურია, რომ ძალიან მარტივია. Rogit ხაცოდი მატრიცა და კაი მატრიცა. მეტუმეტეს ქაოსს. არა, ამასაც არ მნიშვნელობა. ზოგადად ეს განაობა გიწევს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ბედისწერის ხაზი და არკანზე ვიზის შინაგანად სამართლიანი ხარ. Pentru că poziția samarchianului მოთხოვნას ითვალისწინებს ოღონდ სიკეთის ასპექტში. მერვე არკანთანანი და ხო, მერვე არკანთანანი დაკავშირებული ამავე დროს სატურნია, რაც ძალიან მეწიერია პოზიციაში. თუმცა გადავთვალოთ რაღაცები. აქედან მე მოკლედ მინდა ყველაფერი გითხრათ, იმიტომ რომ დღეს მომდები სიმღერაში სხვადასხვა კურსების მასალის მინი პოზიცია. ეხლა ციფრული ასტროლოგიის და იმის მინი პოზიცია იყო. ეხლა როგორ არის? მაგალითად წლევანდელი წელი არის 2025. ესე არ არის? ხუთი. პირველი და 25 ხო 2000. მე არ ვიცი რა გაწყვეტილი, მაგრამ წლევანდელი წელი მე-15 არკანზე გიზის. ჯერ არკანების მიხედვით. მე-15 არკანი არის 15. ეშმა. ოკეი. გასულს. არა, უკეთესად. წლევანდელი წელი შემიგიზის არა, მე-15 არა, ბოდიში მე-14 არკანზე. მე-14 არკანზე, არა 5-თან არ დაკავშირებულა. ხო. ეს ტაროს მიხედვით წლევანდელი წელი შენი. მე-14 არკანი არის გაწონასწორების წელი, რაღაც სიტუაციები უნდა დაალაგო, რაღაცები უნდა გააწონასწორო და რაღაცები თუ გინდა რომ მომავალში გადახვიდეთ, ამის მეათე არკანთან ერთად ითვლება და ერთად იკითხება. ანუ შემიძლია ასპექტი და ეს ერთად იკითხება. ხოხდებით. ეხლა 26 ივნისი წელს რომელი დღეა?
რადია, აბა ნახე უცბად კალენდარში 26 ხუთშაბათი 3 ბავშვი ყავს არა აქტორი ხოლმე არა ბედას პარადეს გამიგითები ნირასწრებს ხო მზისა და ვენერას წყვილი კაი წყვილია ისე რომ ამ ძიმე პერიოდს საკმაოდ ადვილად გადაიღო შედარებით ვიდრე საერთოდ შეიძლებოდა გადაიღო გააჩნია რა პროცესი დაჭირებოდა ამას არ მნიშვნელობა თუმცა შენი წვლის ძირითადი ასპექტი იქნება პირველი თუ დაიწყო უბრალოდ აი ამ თვეში აპრილში. თითქოს არაცაც სრულებები უნდა წამოსულიყო. ინტერესულების წელია შენთვის გარკვეულ დონეზე. მაგრამ არა ფორმა ფაზაში და უფრო მატერიალური. რატო აპრილიდან ეგეც შანსი იქ? სამომავლოდ ანუ თქვენ შეძლო. არა, სამომავლოდ შეძლო. აპრილიდან დაწყებულია უკვე ეს პროცესი. ნებისმიერ თვეში როგორ გამოიყენებენ მის მიხედვით, ჩვენ შეიძლება ეს ყველაფერი შეცვალო. ეს არის მოკლე, ძალიან მოკლე ვერსია, როგორ შეიძლება პროგნოზირება გააკეთო ყოველდღიურობის. ესე ვაკეთებ მე პროგნოზირებას და არა ზივარ და საფრებს ყვები ხოლმე და მე რა ხდება უყვით. წლების მიხედვით. ტელევიზიით რაც გამიკეთებია. ჩვენ კიდე როდიდან 2000 წლებიდან დაწყებული, ხო? შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი კარგადაა გათვლილი. წელევანდელი წელი მეცხრე არკანზე ზის ჩვენი ქვეყნისთვის. არა ჩვენი ქვეყნისთვის, არა მსოფლიოსთვის. ეს იმას ნიშნავს, თუ რამე დაფარულია ყველაფერი უნდა გამოჩნდეს. იმიტომ ეს არის განდობილის წელიწადი მეცხრე არკანი და ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ახალს გაიგებს კაცობრიობა დაფარვაში. აი ეს არის ხდება ეგრე. საქართველოსთვის ეს არის მე-13 არკანი. მე-13 არკანი არის ტრანსმუტაციის არკანი. ტრანსმუტაციის არკანი ნიშნავს, რომ საქართველოსთვის რადიკალური ცვლილებები მომხდა. адам თორე თქვა იგივე ამერიკისთვის რა იქნება. ამერიკა არის 6 ივლისს, ხო? ესე არ არის? 4 ივლისს პროდუში. 4 ივლისი ოთხი 7-11 მონათოთ 2025-2026 ამერიკას რჩენია რომ ეს სამხილად იყოს პერსონალთანაშებს ერთ ადგილს და ეცადოს რომ წონასწორობა შეინარჩუნოს მთელ სისტემებში რაც არის და ეგრეთ ცდილობს მართლაც ცდილობს ესე ის რომ ომის დამთავრება უნდა ის რომ მშვიდობის დამყარება უნდა ქვეყნებს შორის და რაღაცა ეს არის ზუსტად ზოგიერთ 14 არკანი, რადგან იცით რომ ინდივიდუალურები მეტნაკლებად. თუმცა განსხვავება კულტურულ ტაროსსა და იმ ტაროს შორის იმის გამო, რომ არკანების გადანაცვლება ხდება. იქ ნულოვანი არკანი არ არსებობს. ის არის 21 არკანი სინამდვილეში. მერვე არკანს, რასაც იქ კითხვიან, ის არის მე-11 არკანი, ხოლო მე-11 არკანს, რასაც კითხვიან, ის არის მერვე არკანი. ნამდვილ ტაროში. კულტურის ტარო ეს არის ნამდვილი ტარო, ეს არის პირველი ფუნდამენტი, რომელიც ეგვიპტიდან მოდის სხვათა შორის. ჰერმესიზმის მთავარი ფუძე, ფილოსოფიის, ჰერმესისტული ფილოსოფიის მთავარი ფუნდამენტია. აქედან გამომდინარე განსხვავება არის. და თანაც თვითონ არკანების დახასიათება სხვანაირად ხდება სამ პარამეტრში. და არა ისე როგორც სამკითხაოშია. სამკითხაო მოფიქრებულია ბევრად გვიან. მიახლოებით მე-16-მე-17 საუკუნეებში დაიწყო. და ეს ვერსია, რომელსაც ეს არის უძველესი ვერსია. მაგას აკუსნით კარგად დეტალებში ისე რომ ადამიანი იგებს. მე მგონი გაუგებარი არაფერი იყო, ხო ასეა? გაუგებარი არაფერი იყო. ისე რომ თუ თქვენ სერიოზულად ხართ დაინტერესებული, ის იმას ნიშნავს, რომ ძალიან
სერიოზულწოდნას მომიხით. არა იმდენს, რომელსაც შტაინერი ასწავლის. არც იმდენს, რომელსაც გურჯიევი ასწავლის. ბატონო მოხას, ერთი ამულეტის შექმნით, მანდალას შექმნის მაგალითიც გავაკეთოთ ვინმესე, თუნდაც ამ მოდელზე, იმიტომ რომ ეგეც ძალიან აინტერესებს. ეგ არის მეოთხე თვის მასალა, ხო? ეს არის თეორია. ეს არის თეორიის მასალა.აშინებოთ. ხარი ამიდა. ანუ რა გინდა? გადასული ჯოხი რო გქონდეს, დრასინა. ეს რამე ცოტა ისეთი. მე მეკროფონ პარტნიორს უნდა ის უნდა მეკროფონ. არა, მართლა კარიერა, ეს ყველაფერი არის წარმატება ალბათ. წარმატება. იო, წარმატების რამდენიმე ვერსიას არის. ყველა ჩვენი გვაქვს. არა. ხო, წარმატება რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურია, რა გინდა იმის მიხედვით ეწყობა. ზოგადად. როგორ არის ის ყველა წარმატება მოძრაობასთან დაკავშირებული. როლის კანონით ეს დაიწერება შემდეგნაირად. აი ეს არის მოძრაობის ფორმულა. გარღვევა. აი ეს არის. მე მინდა წარმატება, მაგრამ მინდა მატერიალური წარმატება. აი ეს არის. მაგალითად. ნუ იქ შეგიძლია კერძო გონება ისა 3 მილიონი რამე შეგიძლია გააკეთო. სტავს რა ფორმულა როგორ დგება? იღებ ფორმულას. აი ეს არის ფორმულა. აი ეს როგორ კეთდება, მამას იმ ლექციების კურსში ამას. ეხლა მეორენაირად. ვარ ესეთები ალბათ გინახიათ, ვისაც გააქვთ დათვალიერებული ძველი ოკულტური წიგნები. ვარ წარმატებული. ეს არის ფორმულა. იმ აზრის ფორმულა, რომელიც ჩვენ გინდა სამყაროში გაუშვა და რომლიდანაც შედეგი გინდა მიიღო. ეს გება შემდეგნაირად. როგორ გადავიყვანოთ ეს სიმბოლოთ, რომ იყოს მერე თილისმა ასე ვთქვათ. ხო. 6 1 100 ისა ქვია 4000 1 100 ხუთი ორი დავიცე 400 30 იხებ ამ ციფრებს და ვაჯამებ. დედამიწა არის ჯერჯერობით კიდე იმყოფება მატერიალური სამყარო, ზოგადად იმყოფება სატურნის ეპოქაში. სატურნი არის მატერიალური ეპოქა, საკმაოდ მძიმე, მაგრამ იმიტომაც არის მძიმე. სატურნის ეპოქა დაიწყო 3100 წელს 18 ფებრუარს. ეს ეპოქა წესით დამთავრებულია, მაგრამ ჯერ თავში ვართ და ამის გავლენის ქვეშ ვართ მთლიანად. კალიუგას რო ეძახიან ინდოელები. ეს არის სატურნის ეპოქა. ეხლა ვიწყებთ. ამას ვაჯამებთ პირველ რიგში, ეს არის 200 600 900 ეს 950 და 988 პლუს 994 900 ბოდიში 4000 ბოლოს 4000 და პლუს 4000 4994
მივიღე 4 ციფრი. მათი ჯამი არის 1 ციფრზე რო დავუყოვნოთ 8. სათქმე დაიჭირა. სხვათა შორის ღმერთის სახელით როქვია საფერე წინაში, უმრავლეს შემთხვევაში როცა სვა და უბრალოდ დემიურგის სახელით უბრალოდ გამოთქმული იქნება და ასევე არ ხუნდის. ვარყოფით იგივე დემონების სახელები ძირითადად ჯიროაზე არ ეცეჩება. შემდეგ ვიღებ სატურნის კვადრატს. სატურნის კვადრატი დგება შემდეგ ნახევარად. ცეცხლად დავწერე რომ უბრალოდ იყოს. 1 2 3 4 5 6 7 8 ვიღებ პირველ წერტილს და ვსვამ აქ ესეთ ხაზს. ასეთ ხაზს პოლიში წერტილს. შემდეგ 4 9 მოვდება ისე 4 და ბოლო ციფრი გვაქვს 8. აი ეს არის ვარ წარმატებული ფორმა. ეს არის. ამას გააქტიურებ. იგივე პრინციპით ხდება ბატონი მალხაზის განაცვიცით სახელის და გვარის თქვენი პირადი სახელი და გვარი იქნება თქვენი კოდი ასე ვთქვათ. თქვენ კოდს იგივე პრინციპით შეადგენს და იმას დაადებთ ამ სიმბოლოს და მიიღებთ მედალიონს. რა პრინციპითაც დგებოდა ძველი ოკულტური სიმბოლოები. ძველი ვერცხლის მედალიონები ალბათ და უბრალოდ სადაც ესეთი ხაზებია. და ვერ იგებენ ხაზები. აი ამ პრინციპით არის ამას ქვია სიდიდები. აი ეს არის სიდიდასი. ეს მუშაობს. აი როგორ ხორციელდება და როგორ უნდა განახლებულო ესა. ამის მომენტი ძალიან იოლია. ეს შემდეგ მაგასისწავლეთ. ხო, ეხლა ეს კი გერთხულებათ, მაგრამ სიმბოლოში ეს არის ერთი სამოსის მასალა. გაქვს ყველგან გამოჩნდა. დილას დაიწერა ხელზე და შევა. ჩაბარებული. ეს არის სიდიდა. ასე კეთდება აბსოლუტურად ყველაფერი, იგივე ჯანმრთელობის ფორმულები. შეგიძლია გამიკეთებია ბეჭდები, როტაციები უცხო აბსოლუტურად კონცეფცია ესეთი რაღაცა. ეს კარგია, რეალიზაცია გამოგვიყვანთ. აი ამ დონეზე შეიძლება მუშაობა, მაგრამ ეს უნდა იცოდე. ეს უნდა იცოდე. სულ ერთია. რაზე მუშაობ, როგორ მუშაობ, თუ შენ სწორედ აკეთებ, ნებისმიერ რამეს ის მუშაობს. რასაც სწორედ ვერ აკეთებ, ის არ მუშაობს. ეს არის თეორიის ნაწილი. ყველაფერი ეს არის თეორია. თეორია რა არის? თეორია არის სიმბოლოს იგივე სიტყვის მაგია. აი ქრისტე რასაც აკეთებს სახარებაში. ეგ ყველაფერი არის თეორია. და თქვენ აქ ნახავთ როგორ კეთდება ეგ ყველაფერი. და თვითონაც გააკეთებთ. არ არის პრობლემა. სიამოვნებაში ყველაფერი ცოდნა და ტექნიკა. ეს არის უძველესი ცოდნა. უძველესი ცოდნა, რომელიც მოდის ჯერ კიდევ ხემიდან. ანუ პროტოეგვიპტიდან. რატო მოდის, რატო ხორციელდება, ამას თქვენ მიხვდებით და ნახავთ. მაგრამ ნებისმიერ არჩევანს დააკეთებთ თქვენ თვითონ. ცუცას თქვენ ერჩევთ, კარგსაც თქვენ ერჩევთ. არღვევ კანონს, მიიღებ პასუხს. და არღვევ კანონს, არაფერს არ მიიღებ პასუხს. იმისათვის, რომ რამე გააკეთო, შენი ენერგია საჭირო არ არის. ტყმილია. დღეს რომ ათასგვარ ცხაფრებს ყვებიან, ვიღაც თეთრი მაგები, შავი მაგები, ისე რაბურა მაგები, წითელი ლურჯი. ეს ყველაფერი ხდება. ესე არ ხდება არაფერი. შენ სინამდვილეში იყენებს სამყაროს და მის ენერგიებს. მისი მართვა უნდა შეწყვეტს სწორედ. სწორედ მართვას ძალიან ღრმა და სერიოზული ცოდნა ჭირდება და გააზრება.
თუ ამას შეძლებთ, თქვენ ყველაფერს შეძლებთ. იმისათვის რომ ადამიანი წაიკითხო, არ არის საჭირო ფსიქოლოგი იყო. იმისათვის ადამიანი მოერჩიო, არ არის საჭირო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრება. იმისათვის რომ საუბედუროთ, დღეს არაფერს არ ასწავლიან. ამას ეგრეთ გქონდა ექიმებთან ერთად, იქნება ალბათ იმ კვირაში ტელევიზიით, ექიმთან ცნობილი ექიმთან ერთად შეკითხვა საუბრობთ ამ თემაზე. ნათურია რომ ეს ყველაფერი უნდა ისწავლებოდეს სამედიცინო ინსტიტუტში. იმიტომ რომ უფრო კაი შედეგები მიიღო. ის რასაც ჩვენ უწოდებთ კლასიკურ მედიცინას, მათი შემქმნელები არც ერთი არ იყო კლასიკური. და არც ავიცენა იყო. არც პარაცელსი იყო, ალქიმიკოსები იყვნენ. იგივე რასაც ჩვენ უწოდებთ თანამედროვე ფიზიკას, თანამედროვე მეცნიერებას, არც ერთი შემქმნელი არ იყო ფიზიკოსი. ნიუტონი ისე მოკვდა, რომ 100 წლის შემდეგ მიანიჭეს ფიზიკოსის სტატუსი. ასევე ჯონდის თავის სიკვდილიდან. და არ მგონია, რომ ნიუტონზე დიდი რომელიმე ფიზიკოსი მე იყო ისტორიაში. თქვენ შეიძლება ისაც არ იცით, რომ პითაგორა იყო მათემატიკაში. უბრალოდ გენიოსი იყო. დაჭკვიანი იყო და სხვანაირად უყურებდა მათემატიკას. ალბათ იცით, რომ ლეონარდო და ვინჩი გადაცემული იყო 3-9 პოზიციით, ისევე როგორც ტესლა. დღეს იმკროვენ თავს და ზერარი და არის 3-9. ამას აქვს. 5000 წლის წინაა შექმნილი ისეთი წიგნი, როგორიცაა ვერმანები. ფრენა ლაპარაკებზე. კი ბატონო. ფანტასტიკური წიგნია, შეიცავთ. სანსკრიტია დაწერილი, მაგრამ ნახაზები ყოველი შეგით და ნახაზები შეიძლება გაიგოთ. ჩვენ დღეს იმ ჩვენ დიდ წინაპრებთან შედარებით, დიდ წინაპრებს ვეძახი მე, სანამ კალეუგას ეპოქაში მოვიდოდა დედამიწაზე. არაფერს არ წარმოვადგინეთ. ეხლა ცოტა ეს თქვენ გასწავლიან, რომ ადამიანები იყვნენ ჩვენები. დათასგვარი სისულელი იპეჭავენ ტვინს. აბსოლუტურად. ისეთი გენიალური ესთეტიკური ნაშრომი, როგორიც არქეოლოგიის ამოგლებისათვის ჩვენ ცოტა ხანს პირველ საუკუნეში დაწერილი. ყველაზე კარგი მხატვრობის გარჩევა მე-13 საუკუნეშია დაწერილი ჩინეთში. ფანტასტიკური ნაშრომია. ესთეტიკაშიც კი ვერ მივდივართ მათ დონეზე. მაგითურიცა. სახეაზროვნება საჭირო პირველ რიგში. იმისათვის, რომ იციან სახეაზროვნებას უნდა twin ერთადერთი ადგილია, რომელსაც კარგად ჭირდება დამუშავება ხოლმე. გახსნა უნდა. მეტი არაფერი. და თქვენ რეალობას დაინახავთ. და როცა რეალობას ხედავთ, მისი აღარ გეშინიათ. ყველაზე მეტად რაც ადამიანს აშინებს, ეს არის სიმართლის დანახვა. ჩვენ ცხოვრობთ ტყუილის ეპოქაში. ეხლა კი არ ცხოვრობთ ტყუილის ეპოქაში. ძალიან დიდი ხანია. მინიმუმ ბოლო 3000 წელია. აი ამ ტყუილისთან უნდა გამოვიდეს ადამიანი. მაშინ კი აღარაფერს შეშინია. იმიტომ რომ გასოთ ქრისტეს აპოს მე ვარ გზა თავისუფლება და ჭეშმარიტება. თუ იმას შევთვლით, რომ ჭეშმარიტება სიყვარულია, რომ ერთი სიყვარულია და არაწოებიანი ბაბუა, ის არის მამა, ხო? ესე იგი, მას იქამდე უნდა მივიდეთ ამ გზის გავლით. და ამ გზაზე პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა გათავისუფლდეთ. როცა თავისუფლად არაფერს არ გეშინია. ეს არის რეალობა. რას ნიშნავს თავისუფლება ამ შემთხვევაში? შინაგანს, გნოზის.
გაცნობიერებას, მთელი სამყაროს ხელას. თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რასაც ესენი იძახიან. ეგ ახლოსაც არ არის თავისუფლებასთან. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვუღებთ თავისუფლებას და კაცოთ ეშმაკირას ამბობს. ეშმაკის ადვოკატი როა ფილმი. ჩვენ ყველაზე საყვარელი ეს შემთხვევით არ არის, ხოთაშვილის ძველი ტექსტებიდან გადმოტანილი. ჩვენ ყველაზე საყვარელი ცოტა პატიმოყვარეობაა. თავისუფლება პირველ რიგში პატიმოყვარეობისგან თავისუფლებას ნიშნავს. მუდმივად რომ გახსოვთ და რომ იცი რომ შენ არავისზე უკეთესი არ ხარ და არც არავისზე უარესი. შენში ეს ორივე ძალიან მაგარი ვიღაცაც და ძალიან ცუდი ვიღაცაც. ორივე მხარე შენშია. მე შენზეა დამოკიდებული როგორ მოიქცევი. აი ამ მომენტის გააზრება აუცილებელი. და ამის გააზრება ძალიან ადვილად ხდება. Questa ეგრეა. ძალიან ადვილად ხდება და პრაქტიკულად გამოიყენება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ყოველთვის მე ჩემი ბუნებით ვისაუბრე. მაინც. მეცნიერი და ამიტომ თითის ჩაყოფა მიყვარს ჭრილობაში. თომა ვარ რა, ასე რომ ვთქვათ, ჩემი ხასიათებით. თუ რამე პრაქტიკულად არ გამოდის, მე მას სტარს ვეცახი. იცი ძალიან კარგია, რომ შენი ვიღაცა წინაპარი, სადღაც, ოდესღაც ესეთი მაგარი ვიღაცა იყო და მოგიყვებიან ზღაპრებს. დაჟე მაიმუნიც კი შენგან რო წარმოიშვა მაგალითად. და დინოზავრებზე წიგრიყავი. ხო, ეს ძალიან კაია, მაგრამ მე არ მაინტერესებს და არ ვჯერა. მე მაინტერესებს რა ხდება დღეს. მეტაფიზიკა სწავლობს სამი კითხვა მეტაფიზიკას, მეტი კითხვა არ აქვს. მე-16 საუკუნემდე მეტაფიზიკა იყო ყოფიერების შემსწავლელი მეცნიერება და არა ცნობიერების. მე-16 საუკუნის შემდეგ წამოვიდა როგორც ცნობიერების მეტაფიზიკა. აი პირველ სამი კითხვა ეს იყო, საიდან მოვდივარ? ეს არის კოსმოლოგია. სად ვარ? ეს არის კოსმოლოგია. ანუ გალაგება სიტუაციის და საით მივდივარ? ეს არის ფუტუროლოგია. აი ამ სამი დიდი მეცნიერების ფუძემდებელია მეტაფიზიკა. და სხვათა შორის უკვე ამერიკელებმაც აღიარეს ეს. იმიტომ რომ 2011 წელს ამერიკაში გაიხსნა მეტაფიზიკისა და ნასაში მეტაფიზიკისა და ფიზიკის ინსტიტუტი, რომელიც სწავლობს კოსმოლოგიას. ესე იგი აღიარეს, ხო? ეს უკვე აღიარება. მანამდე კოსმოლოგია ეს ჩვენ მეცნიერება იყო ასტროფიზიკა და სახელი შედასწავლებას არ იკითხება. რეალურად რა არის იმას აქვს. და აი ამის გააზრება უნდა ისაუბროთ. შემოისაუბროთ რომ შენ ერთი პატარა ნაწილი ხარ მთელი ამ სამყაროში. და ამავე დროს მთელი სამყარო ხარ. იმიტომ რომ ის ნაწილი მთლიანად იმეორებს მთელ სამყაროს. ეს შემიძლია პრაქტიკულად დამოუკიდო. შენ იმ დიდი ღმერთის პატარა ღმერთი ხარ აქ. და შენში ის დიდი ღმერთიც არის. აი ამის გააზრება აუცილებელი. და მე შეიძლება ყველაფერს გაკეთდეს. სათაშორის მარკეტინგშიც. თუ შენის გაინტერესებს რა თქმა უნდა. ну ჩვენ ძირითადად ერთმანეთს ვცემთ მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოლოგია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები უნივერსიტეტში ვიძახი. დღეს ჟურნალისტი მეტია ვიდრე ინჟინერი. ინჟინერი საერთოდ აქვს არცეთი. დღეს ამიტომ ქვეყანა ინგრევა. სამაგერად ბევრი პოლიტიკასები ყავს. ხო, ძირითადად იურისტები. ჩვენ აღარ აფიქრობთ ქვეყნის მომავალზე და საკუთარ მომავალზე აქედან გამომდინარე. იმიტომ რომ ჩვენ ერთიანობას ვერ ვგრძნობთ ქვეყანას და ამიტომ აი სამყაროსთან ერთიანობას ვერ ვგრძნობთ ყველაფერთან ვგრძნობთ ერთიანობას. აი ეს ერთიანობა უნდა ისაუბროთ. და როცა ერთიანი ხარ სამყაროსთან ის შემკობს კიდრებს. და ღებულობ იმას, რაც შენ გჭირდება და არა იმას,
შენი აუცილებელი და საკმარისი პირობა ყოველთვის დაკმაყოფილებულია. ზუსტად. ხო. ზუსტად. არ არის ეგრე? აბსოლუტურად. აუცილებელი და საკმარისი პირობა შენ როცა ჰარმონიულად ხარ ამ სამყაროსთან და მაშინ მივიღებ ასე რომ ვთქვათ ყველაფერი გააკეთე რაც გჭირდება აუცილებელი პირობა რა არის გჭირდება ჭამას მას სახურავი დასაცმელი და ასე შემდეგ პრიმიტიული რაღაცები საკმარისი პირობა სულიერი განვითარება გჭირდება ესეც არის ამის ზემოთ უკვე სიხარბეა მეტი არაფერი ხო ადამიანს ხო უნდა გავდებ მე მაგალითად მეორე სახეს ჩვენ სკოლას დავარქვევდით ადამიანად გახდომის სკოლას არა ჩვენ სკოლას ვარქვევთ ძალიან მოწიწებულები ვართ ეს აკადემიები მაგიჭებს საერთოდ ჩვენ სკოლა ვარ ხოლმე ხო არა ისინი აკადემიები არიან ხო ათინაბიჯი წარმატებულობამდე და არა თუმა ჩვენ ძალიან მაგრამ ყველაფერზე ვიცი და ჯერ კიდევ 500 წლის წინ იყო ესეთი თეორია აღმოჩნდა რომ არ ყოფილა თეორია იმიტომ რომ ერთი ხდება რაც იქ არის თეორიაშია დაწერილი მისი მხოლოდ დღესდღეობით არსებობს ლათინური ვერსია ამ თეორიას ქვია რეინტეგრაციის თეორია მარკს კვირთვის მოყოლილი ეს თეორია და იქ როგორ ხდება ადამიანის დაცემა და როგორ უნდა გამოვიდეს ამ ბორგილიდან ამაზე ესაუბრა ამ ციკლს ქვია მესიის ციკლი მაშიახის ციკლი ჯერბრაუში და მთლიანად ამას ქვია ტრანსმუტაცია იქიდან ავიდა ეს ცნობიერების ტრანსმუტაცია რო იცოდეთ იმიტომ რომ მე ვთვლი რაც უფრო მეტი თავისუფალი ადამიანი იქნება ამ ქვეყანაში უფრო კარგი იქნება ეს ქვეყანა. პირველ რიგში ის უნდა იყოს თავისუფალი. პატიმოყარო. შევერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი ქუჩაში რომ გამოხვალდა 1000 ბედური შეხვდა. და შენ თუ შენ თავს ბრძოლობთელი სამყაროს ნაწილად ამას ქვია პრაქტიკული თეორია მათემატიკაში. სპარტიჩულის. მაშინ შეშეკითლია რომ ქვეყანა კარგი გახადო. ამისათვის სულ მცირე რაოდენობა საზოგადოების საჭირო. ამისათვის არ არის საჭირო ბევრი წიგნის საკითხვა. წიგნის საკითხვა აბსოლუტურად არაფერს არ იძლევა თუ ის ვერ. ეს უბრალოდ გეთვლება რომ წაიკითხე. არა ამისათვის საჭიროა გაგება და გააზრება. უნდა ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში იმდენ უგაზრდობას ვკითხულობთ, რომელიც არაფერს არ იძლევა. აბსოლუტურად. უბრალოდ უნდა იქცეთ თავისუფალ ადამიანებს მიტოვებია. მიზანი ეს არის. და ჩვენ თქვენ გადაწყვეტით. ეს რატო ხდება ამ მექანიზმებს დეტალურად აღხსნით. და ჩვენ დავიწყოთ. როდიდან ვიწყებთ? 6 მაისიდან სამშაბათია. 6 მაისიდან. კარგი. რამდენია? აი ესე დავამთავრეთ.